გამთრის დადგომასთან ერთად იმეტა ვირუსული ინფექციების რაოდენობა. ბევრი მიზეზის გამო ყველაზე სწრაფად ის სწორედ ბავშვებში ვრცელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ისინი, როგორ გავუძლიეროთ იმუნიტეტი, რათა ადვილად გავამკობნეს სეზონურ ინფექციებს და თუ მაინც დაემართებათ, როგორ ამოვიცნოთ ისინი დროულად. ძალიან საჭირო რჩევებს პედიატრი ეკაკიფიანი მოგცემს. ეკა, გამარჯობა და მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენი პირველი კითხვა შეეხება იმ ტესტებს, რომელთაც ამოვიცნოთ ამ ინფექციებს. ძალიან გავრცელებული არის A ტიპის გრიპი ზოგადად. სხვა რა ტიპის ინფექციებს აწყდებით და როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი სიმპტომების მიხედვით? მოგესალმებით, ნამდვილად ძალიან აქტიური სეზონია ეხლა. გრიპთან მიმართებაში გარკვეული ასპექტები არის, რომელიც საყურადღებოა და რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ზოგადად მილიარდამდე ადამიანი ავადდება სეზონზე გრიპის ვირუსით. მოწყვლადია თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი, უბრალოდ ჩვენ გვაქვს გარკვეული მითითებები, სადაც უფრო მეტად უნდა ვუფრთხილდეთ ამ ვირუსს. რისკ ჯგუფები აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგალითად ეს არის 65 წელს ზემოთ ასაკი, ზოგადად რომ ვთქვათ, და ბავშვები თავისთავად, აქაც ჩაშლა გარკვეული ჩვენთვის პედიატრებისთვის, ეს არის 5 წლამდე ასაკი, კიდევ უფრო მეტად საფრთხილოა 2 წლამდე ასაკი და კიდევ მეტი ალარმი გვაქვს უკვე 6 თვეზე ქვემოთ. ამიტომ ამ ხრივ მშობელი, რომელსაც აი ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვი ყავს, ის ნამდვილად უნდა სიფრთხილით იყოს ამ ვირუსთან, იმიტომ რომ სამწუხაროდ გრიპის ვირუსს ახასიათებს გართულებები და კიდევ უფრო სამწუხაროდ მას ახასიათებს ლეტალობაც. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვხვდებით, რომ გრიპი გვაქვს? კი ბატონო, დამამახსოვრებელი სიმპტომი, რაც მას გამოარჩევს სხვა ბანალური რესპირაციული ვირუსებისგან, ეს არის ცხელება და 95% შემთხვევაში ეს არის მაღალი ცხელება, 39 და მეტი. ასევე თანხლების სიმპტომი არის ხველა და ახასიათებს ასევე განმასხვავებლად სხვა ვირუსული ინფექციებისაგან ძალიან ძლიერი ინტოქსიკაცია, როგორც არის კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი. იქ სადაც ბავშვს შეუძლია რომ ეს სიმპტომატიკა აღწეროს, როგორც ეს არის 4 წელზე ზემოთ, ეს სიმპტომები წამყვანია, თუმცა მანამდე ასაკში რასაკვირველია ისინი ამას ვერ გამოხატავენ, ამიტომ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ის აღარ არის ხალისიანი, არ უნდა ადგომა, არ უნდა თამაში, უნდა სულ ძილი, არის გაღიზიანებული. ეს არის სიმპტომ კომპლექსი, რომლის დროსაც ჩვენ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში უკვე გვაქვს დადასტურებული შემთხვევები, ეპიდემიოლოგიური კუთხე არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენ შეგვიძლია მივიტანოთ HPV ვირუსი. ეკა, ახსენეთ, რომ ეს ვირუსი შეიძლება იყოს გართულებული და რიგ შემთხვევებში იყოს ფატალურიც კი. რა გართულებებთან გვაქვს საქმე და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს უკვე საშიში, რომ პაციენტი შეიძლება ამ გრიპით დაიღუპოს? ხო, გართულებების თვალსაზრისით ყველაზე ხშირი გართულება მისი იმიტომ რომ ის არის დაინტერესებული სასუნთქის სისტემით, ეს არის ფილტვების ანთება. და შესაბამისად, თუ ჩვენ აქ გვექნება მეორადად გართულებული ფილტვების ანთება ბაქტერიული ინფექციით, კი ეს ძალიან საყურადღებოა. მეორე ასევე საკმაოდ ხშირი გართულება, ეს არის შუაყურის ანთება. ნიშანი, როდის მივიტანოთ ამაზე ეჭვი, ეს არის სწორედ ის, რომ ბავშვის დინამიკა არ ხდება უკეთესი დაახლოებით 5-6 დღის შემდგომ. ეს არის ყველაზე მარტივი რჩევა მშობლისთვის. ყოველი მომდევნო დღე მარტივად ვხსნით ხოლმე მშობლებს, წინას უნდა სჯობდეს და ყველაზე მარტივად ამის დიფერენცირებას აკეთებენ ხოლმე რამდენჯერ დასჭირდა წინა დღით მაგალითად ტემპერატურის დამწევების გამოყენება. ხო, ანტიპირატულ საშუალებებს მშობლებმა იციან რომ გამოიყენონ, მათ აქვს რეკომენდაცია, ამას არ ჭირდება კონკრეტულად მაინც და მაინც პედიატრის მითითება. ეს ყველა მშობელმა იცის, შესაბამისად, აი ეს არის ხოლმე მარტივი გზა იმისკენ, რომ მივხვდეთ, რომ მივდივართ, თქვათ, გამოჯანმრთელებისკენ თუ პირიქით, ყოველი მომდევნო დღე ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რაც კი ნიშნავს იმას, რომ აქ გართულება და ესეთი პაციენტები აუცილებლად ჰოსპიტალში მდახდებოდა. აი, რა შემთხვევაში ინიშნება ხოლმე სპეციფიური მკურნალობა ვირუსის დროს, აი ცხელება ახსენეთ და ეს არის ხოლმე განსაზღვრული თუ რაიმე სხვა სიმპტომებიც უნდა იყოს? ანტივირუსული პრეპარატი რეკომენდირებულია. ძალიან არ მიყვარს მედიკამენტზე საუბარი, ეს საჯაროდ, იმიტომ რომ ის ძალიან ჭრელად შეიძლება იქნას გაგებული, თუმცა გამომდინარე ძალიან ესეთი თემის სიცხელიდან და აქტუალურობიდან ზოგად რეკომენდაციას ნამდვილად მოგახსენებთ. ერთი ის, რომ დიაგნოსტირების თვალსაზრისით დღეს შესაძლებელია გრიპის დიაგნოსტირება, აქაც ძალიან კარგად არის განსაზღვრული, ვის უნდა ჩაუტაროთ ეს ტესტირება და ვის არა, და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს მშობელი, იღებს ექიმი. ანტივირუსული პრეპარატი რეკომენდირებულია, ეს არის ოსელტამივირი. სხვა სავაჭროს დასახელებას განგებარ დავასახელებ და მისი დანიშვნაც ხდება ექიმის მიერ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმის, შეიძლება თუ არა, უსაფრთხოა თუ არა, მოდით პირდაპირ გავცეთ პასუხი. ამ მედიკამენტის ეფექტურობა დადასტურებულია თუ არა, კი დადასტურებულია.
რაში გამოიხატება მედიკამენტის ეფექტურობა? ეს გამოიხატება იმაში, რომ დადასტურებულად კლინიკური კვლევებით და ეს მეტაანალიზი ხელმისაწვდომია და ყველამ შეიძლება ნახოს, მან შეამცირა ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობა, ისევე როგორც ამბულატორიულ პაციენტებში მან შეამცირა დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა და მან რაც მთავარია დადო ეფექტურობა გართულების თვალსაზრისით. შესაბამისად ახლა ხანს იყო ხო ეს ცოტათი ასთა სხვადასხვაობა ამ მედიკამენტის თაობაზე. დიახ იყო და არგუმენტი ძალიან მარტივია ეს არის ეკაკიფიანის არგუმენტი, ეს არის ის არგუმენტი, რომელსაც ყველაზე დიდი რანდომიზირებული კვლევა ამის თაობაზე ჩატარდა 2009-2010 წლებში, როდესაც 30,000-მდე პაციენტია გამოკვლეული და ეს მეტაანალიზი ამას აჩვენებს. დღეს ჩვენთვის ეს არის სახელმწიფო და ბოდიშით, მაგრამ არავის პირადი აზრი. ანტივირუსული პრეპარატი მუშაობს, მაგრამ მას აქვს გარკვეული ჩვენება, როდის, სად და რა პერიოდში უნდა დაინიშნოს. ძირითადი მიზეზი, რატომაც ბავშვები ხვდებიან ჰოსპიტალში, ეს არის არაუშუალოდ გრიპი, არამედ გრიპის გამო გამოწვეული სიმპტომი, როგორიც არის უარი მაგალითად სითხის და საკვების მიღებაზე, იმიტომ რომ უბრალოდ ამის თავი არ აქვს. ისევე როგორც არიან ისეთი აქტიური, ჰექტიური ცხელება, რომელსაც ფიზიკურად მშობელი ვერ მართავს, ანამცხელების გამო განვითარებული ფებრილური გუყრა და ასე შემდეგ. ამიტომ ჰოსპიტალში ამას ჩვენ ვერ გავექცევით. რაც შეეხება ამბულატორიულ პაციენტებში, აქ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. აქ არის დამოკიდებული ამ ბავშვს აქვს თუ არა რაიმე ფონური დაავადება. არის თუ არა რისკ ჯგუფში, რაც ზემოთ ვახსენეთ, ხო, ასაკთან შეჭიდული და როგორია უშუალოდ აი ამ კონკრეტულ პაციენტის შემთხვევაში გრიპის მიმდინარეობა. ხშირად სიმპტომების გამწვავებას ან რაღაც გამოვლენას არ ელოდება ხოლმე ზოგიერთი პაციენტი და ანტიბიოტიკებს მიმართავს ხოლმე და არსებობს ესეთი აზრიც, რომ აი პნევმონიის სამართავად ანტიბიოტიკი კარგი გზა არის და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გრიპი ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნოზოლოგია, რომლის დროსაც არასწორად ხდება ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში და რატომ? იმიტომ რომ მას ახასიათებს 7 დღემდე გაგრძელებული ცხელება. შესაბამისად, როდესაც 3-4 დღეს ბანალურ მიმდინარეობებს ვირუსული ინფექციებისაც ისწდება, ავტომატურად ხდება მსჯელობა იმის შესახებ, ხომ არ ჩავთოთ ანტიბიოტიკი, ხომ არ არის ეს უკვე გართულებული და ასე შემდეგ. არამც და არამც ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება, ვერ შევალამაზებთ ამ ფრაზას, ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება ამ დროს მშობელმა მიიღოს გადაწყვეტილება, არ უნდა იღებდეს, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ჩართულია მშობელი ბავშვის მკურნალობაში, ზოგჯერ სამწუხაროდ ექიმზე მეტადაც. ანტიბიოტიკის ჩართვა ეს იქნება ყველაზე არასწორი ნაბიჯი მათი შვილისთვის, იმიტომ რომ ანტიბიოტიკი არ მუშაობს ვირუსზე, მაგრამ იქ სადაც ჩვენ გვექნება გართულებული შემთხვევები, გამოჩნდება ისე, რომ შეიძლება წამლის გარეშე დავრჩეთ. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები აცრეს, ინფექცია მაინც დაემართა, ამიტომ აცრა არ მუშაობს, ან არ იყო ეფექტური მათ შემთხვევაში. აქვს თუ არა აზრი აცრა ზოგადად სეზონზე და დღესდღეობითაც თუ აქვს აზრი უკვე ამ ეტაპზე სეზონის? იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაიტანა ადამიანმა რომელიმე ტიპის გრიპი, ვაქცინა მაინც რეკომენდირებულია, თუ ის არ არის იმუნიზირებული. რაც შეეხება მშობლების კითხვის ნიშნებს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ გრიპის, როგორც თავში აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს გრიპს ვეძახით. შესაბამისად, ვაქცინის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მშობლებისთვის ასოცირდება, რომ ბავშვს ყელი აღარ უნდა ეტკინოს, არ უნდა დაახველოს, ცხვირიდან გამონადენი არ უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. უამრავი ტიპის ვირუსული აგენტი ცირკულირებს, რომელიც ასევე სხვადასხვა ტიპის ინფექციას იწვევს. ეს ვაქცინა არის მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესაბამისად, მშობლების ინფორმირებულობას ამ კუთხით აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. გრიპის საწინააღმდეგოდ ბავშვის დაცვა ნიშნავს იმას, რომ ხო, მას არ ექნება 7 დღე 40 სიცხე და მას არ ექნება რისკი, რომ ის მოხვდეს ჰოსპიტალში შესაბამისი გართულებებით. ბანალური ტიპის ვირუსული ინფექციები რასაკვირველია იქნება, განსაკუთრებით მოწყვლადია სკოლამდელი ასაკის ბავშვები, აი ამ ტიპის ვირუსებისთვის და აქაც ერთი მარტივი დასამშვიდებელი რჩევა იქნება, რომ ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში შესაძლებელია ავადობდეს 12-ჯერ, ეს 12 ემთხვევა განსაკუთრებით ზუსტად ჩვენი კლიმატის მქონე ქვეყნებში ნოემბერი, აპრილის თვეს შესაბამისად, აი ეს მშობლების ნერვიულობა, რომ არასწორი იმუნიტეტი თუ სუსტი იმუნიტეტი აქვს და ხშირად მოავადე და ასე შემდეგ, არა ეს ნორმა ამ ასაკისთვის. რა თქმა უნდა, არის ნორმალური გაცილება და ეს ინფექცია ბავშვებში, მაგრამ არსებობს თორემ რეალურად ეფექტური დამტკიცებული მეთოდები, რომ ბავშვის იმუნიტეტი გავუძლიეროთ და დავიცვათ ამ გზით ისინი. თუ არის ეს ყოველთვის არასაჭირო ზედმეტი მკურნალობა ასე ვთქვათ. მედიკამენტს თუ გულისხმობთ, მსგავსი არ არსებობს. მაგრამ რჩევას, როგორ შეიძლება, რომ ბავშვის იმუნური სისტემა გავაძლიეროთ, ეს არსებობს.
ეს არის ძალიან ისეთი მარტივი, რომელიც ყველას შეუძლია გააკეთოს. ეს არის ფიზიკური აქტივობა, 40 წუთი ფეხით სიარული, ეს არის მთავარი გასაღები გაკაჟების, ესეთ ხალხური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ეს არის სწორი ჯანსაღი კვება და ადეკვატური ძილი. თუ ჩვენ ამ სამ კომპონენტს ვიცავთ, ბავშვის იმუნურ სისტემას ჯანმრთელ ბავშვზე აქვს რასაკვირველია საუბარი, არანაირი საფრთხე არ ემუხება და მერწმუნეთ ის ძალიან მარტივად გაუმკლავდება ნებისმიერ სეზონურ ინფექციას. თუ გაითვალისწინებთ სპეციალისტების რჩევებს და ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ.